ბოზის გაგდებული ძალიან ბევრია საქართველოში სამწუხაროდ და უბრალოდ თქვენი ტვინი ვერ წვდება ამ ინფორმაციას, როგორ ჩაწვდეს პრობლემის არს და როგორ გადაჭრას. თქვენ ვერ ხვდებით, უბრალოდ რომ დაგიდოს დოკუმენტები ვერ ხვდებიან და სამწუხაროდ ესეთი ხალხი ადვოკატ ასოციაციაში ყავს, ადვოკატ ასოციაციის ხელმძღვანელობაში სტრუქტურაში დასახლებულები არიან, რომლებიც ვერ ხვდებიან უბრალოდ. აქ სისტემას ყვები, შენ აბოძვარო ერთ დღეში, რამხელა პრობლემა იყო, ადამიანი დაიღუპა და ადამიანი თავი მოიკლა და გარდაცვლის დასაკისრებს სასამართლოთი ბანკი და ქონებები დაუყადაღა. რა არის ტყუილი, შენ დედამოწყანულო, ხო? ვერ ვიგებ აქედან. და შენ და შენაირი დედამოწყნული სავარაუდოდ ადვოკატი ხარ, შენაირი ნაბოზრები ბევრია ასოციაციაში და სამწუხაროდ შენაირი თაღლითი ნაბიჭორები ეხლა ვერაფერს ვერ უკეთებთ ხალხს და როგორც კი ხელში ჩამივარდები შენ და შენაირი დედამოწყნულო, აი გაგსავთ დედასა მოგიტყნავთ, აი მაგის გარანტიას ყველანაირ ვარიანტში გაძლევთ. ყველაზე ცნობილები ვინც არიან პირველ რიგში მაგათ მოიტყნებათ დედის ტრაგედია. მინიმუმ 10-დან 7 ადვოკატი ვინც კი ასე თუ ისე საზოგადოებაში ცნობილია, მათი ყველა მინუსები მე ვიცოდი და მათზე მომჩივრები დღეში ჩემთან მოდიოდნენ. როდესაც ყვები ლოგიკა როცა არ გაქვს, ელემენტარულად ესეთი კომენტარი არ უნდა გააკეთო, ხო? როდესაც იდიოტი ხარ და როდესაც თქვენ სხვა ადვოკატზე რაღაცა საქმეებზე ესეთ შეფასებებს აკეთებთ, თქვენ უკულტურობას ნიშნავს და თქვენ გაუგებარს გაუგონორი იდიოტისთან გვაქვს საქმე. როდესაც ესეთ შეურაცხყოფელა ეპიტეტს აკეთებ ადამიანის მიმართ, როდესაც ამხელა შედეგზია საუბარი ერთ დღეში, პრაქტიკულად მოგების გასაღებზეა საუბარი, როგორ შეიძლება მარტივად მოგვარდეს ეს საქმე, შენ ასეთ კომენტარს წეს, შენ ხარ ნაბიჭვარი განდონი. და ძალიან გამიხარდება თუ შენ სახეს დავანახებ ვინ ახარ და დედა უნდა მოგიტყენა საჯაროდ მთელი ქვეყნის მასშტაბით. და ესეთი ხალხი ძალიან ბევრი ყავს სამწუხაროდ ადვოკატთა ასოციაციაში. სამწუხაროდ ბევრი ნაბოზარია და თუ ვინმეს გაქვთ ინფორმაცია, მომაწოდე და დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით ვამხილოთ. დაახლოებით 300,000-მდე სხვადასხვა სოციალურ მედიით გამომწერილი მყავს და 4 მილიონამდე ნახვები ქონდა ჩემ თითოეულ განცხადებებს ზოგჯერ საქართველოში ყოფნის პერიოდში და ძალიან გამიხარდება პირადად ესეთი თაღლითები რომ მე ვამხილო.